მოგესალმებით, დღეს კვირა საღამოა და როგორც ყოველთვის მე ნინო დათო და ლევანი ვისაუბრებ თქვენთვის საინტერესო სამედიცინო თემებზე. თემა, რომელსაც გადაცემის პირველ ნაწილში შევეხებით, საკმაოდ მძიმეა. ხშირად მისი სახელის წარმოთქმაც კი პანიკურ შიშს იწვევს საზოგადოებაში. მოდით პირდაპირ გეტყვით, ეს არის თემა ლეიკემია. ეს მართლაც უმძიმესი დაავადებაა, რომლის გამომწვევი მიზეზების დადგენას მეცნიერები დღემდე ვერ ახერხებენ. ცნობილია მხოლოდ, რომ ეს არის სისხლის კიბო, რომელიც შეიძლება გაუჩნდეს როგორც ბავშვს, ისე მოზრდილსაც. დათო, შენ საზოგადოებაში გავრცელებული შიში ახსენე და შიში იმითია გამოწვეული, რომ ბევრი ადამიანისთვის ის სასიკვდილო განაჩენთან არის ასოცირებული, თუმცა უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში სწორი მკურნალობისა და ადრეული დიაგნოსტიკის პირობებში ლეიკემია გარყვნდებადია. მართალი ხარ ლევან, ჩვენ დღევანდელ გადაცემაში მაყურებელს აუხსნით თუ რა დაავადებაა ლეიკემია და როგორ ამოიცნონ ამ დაავადების ნიშნები. გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ კიდევ ერთ ძალიან გავრცელებულ პრობლემას შევეხებით. ზრდასრული ადამიანების დაახლოებით 50% ამ პრობლემას ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეუწუხებია. ეს დაავადება ლევან მართალია მომოყდინებელი არ არის, მაგრამ სიკვდილი შეიძლება განატრებინოს ისეთი უხერხული და არაკომფორტული ამ მდგომარეობაში ყოფნა. მოკლედ ეს არის ბუასილი. მანამდე კი მოდი ისევ ლეიკემიას დავუბრუნდეთ. ლეიკემია, როგორც ვთქვით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნური დაავადებაა. მისი მკურნალობა საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცხვირი და ხელები უნდა ჩამოუშვათ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია აქტიური ცხოვრება გავაგრძელოთ და ამის ძალიან კარგი მაგალითია რუსთავი 2 სხვა შუა დღის ჟურნალისტი მარი შენგელია. რაც ეს დიაგნოზი დაამისვეს, დაახლოებით 1 წელი და 2 თვეა, მას შემდეგ ჩვეულებრივად ვაგრძელებ ცხოვრებას, ყოველ დილით ვდგები, მოვდივარ სამსახურში. ამის გარდა სახლში დავდივარ მეგობრებთან, ანუ ყველაფერს ისევ აკეთებ, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. ერთადერთი სვამ ამ წამალს. თავარია, რომ არ გახდე შენ თვითონ მსხვერპლი ფსიქოლოგიურად იმ დაავადების, რაც გემართება. ერთმა ძალიან ჭკვიანმა ადამიანმა მითხრა, რომ ეხლა რომ დავჯდე მე და რომ ვიფიქრო, რომ ეს ლეიკემია დამემართება, შეიძლება დამემართოს. და რომ დავჯდე და ვიფიქრო, რომ всё, აღარ მექნება, შეიძლება ხვალ ავიღო ანალიზი და აღარ მქონდეს. ძალიან მნიშვნელოვანია დადებითი ემოცია, პოზიტივი ჩვენს გარშემო ბევრი და თუ ეს პოზიტივი იქნება ჩვენს გარშემო და თუ ჩვენც ვიქნებით ძალიან ოპტიმისტურად განწყობილები, ალბათ ყველაფერი კარგად იქნება. მარი შენგელია დღეს ჩვენ სტუდიაში გვესტუმრა და მივესალმოთ მას. გთხოვთ მარი. გამარჯობა. მარი მიირთვი წყალი და გითხარი შენ დიაგნოზის შესახებ და როდის დაგისვას ეს დიაგნოზი? დიაგნოზი დამისვეს დაახლოებით 1 წლის წინ. ვიყავი ორსულად და სისხლის ანალიზის აღება მომთხოვეს. მე დამეზარა არ მეცალა, იმიტომ რომ ჟურნალისტური საქმიანობით ვიყავი დაკავებული და გადავდე. 2 კვირაში მივედი, ავიღე სისხლის ანალიზი და დაახლოებით 3 საათში დამირეკეს. რომ სათხართ მოვდივართ. ანუ სისხლის ანალიზი ეგონათ რომ იყო შეცდომა. მოვიდნენ სახლში, ამიღეს თავიდან ანალიზი და დადასტურდა რომ ლეიკოციტები მქონდა 152,000. ანუ რა არის შენ დიაგნოზი? ქრონიკული მილელოიდური ლეიკემია. სერიოზული დიაგნოზია. თუმცა არც ისე საშიში როგორც შემდეგ აღმოაჩინე. იმიტომ რომ ხელი დღემდე ჩემთვის არაფრისის არ შეუშლია. ანუ ჩვეულებრივად ვცხოვრობ, ჩვეულებრივად ორსულობა როგორ შეაიარა? ორსულობა იმის გამო არა რომ ლეიკემია იყო, ეს მანამდეც უნდა შეწყვეტილიყო, იმიტომ რომ იყო არა ამ პრობლემის გამო. უბრალოდ იყო ჩანასახი არ იყო სანაყოფე პარკი მხოლოდ. მარი შენ ალბათ უკვე მოგიწია ამ ყველაფერში კარგად გარკვეულიყავი და მოდი ახლა მაყურებელს აუხსნათ უფრო გასაგებ ენაზე თუ რა არის ლეიკემია, ხო? სისხლის უჯრედები წარმოიქმნებიან ძვლის რბილ ცენტრებში, ესეთ ვთქვათ ეგრეთ წოდებულ ძვლის ტვინში, რაც არის ძირითადი მაპროდუცირებელი, ანუ წარმომქმნელი სისხლის ფორმიანი ელემენტებისა. მარტივად რო ახსნათ, ეს არის ლულოვანი ძვალი მაგალითად, ხო? და მაგალითისთვის აი შიგთავსი არის ის ზონა, სადაც ხდება სისხლის უჯრედების წარმოქმნა და წარმოება, რაც შემდეგში უკვე ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ და მთელს ორგანიზმში ცირკულირებენ. მოდი გრაფიკაზეც ვნახოთ რა არის ეს ყველაფერი. აი ზუსტად ეს არის ძვლის ტვინოვანი შრე, რომელზეც კოტე გვესაუბრებოდა. აქ გამომუშავდება ღეროვანი უჯრედები, რომლებიც შემდგომში უკვე დასაბამს აძლევს 3 ტიპის სისხლის უჯრედებს. ეს პირველ რიგში ეს არის ერითროციტები, ანუ სისხლის წითელი უჯრედები, რომელთაც ორგანიზმში ჟანგბადის გადატანის ფუნქცია აქვთ. ერითროციტები ეწოდება მათ. ლეიკოციტები, ანუ სისხლის თეთრი უჯრედები, რომელიც ინფექციას ებრძვის.
და სისხლის ეგრეთ წოდებული ფირფიტები, ანუ თრომბოციტები, რომელსაც სისხლის შედედებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს. ანუ ხელი რო გაგვეჭრას და სისხლისგან არ დავიცალოთ, ამაში გვეხმარება თრომბოციტები. ჩვეულებრივ სისხლის უჯრედების წარმოქმნა ხდება იმის მიხედვით, თუ რამდენი ესაჭიროება ორგანიზმს. როდესაც ადამიანს ლეიკემია ემართება, მისი ორგანიზმი დაიწყებს დიდი რაოდენობით წარმოებას თეთრი უჯრედების. თუმცა ეს თეთრი უჯრედები პათოლოგიურია და იმ ფუნქციას ვერ ასრულებს, რაც მას ევალება, ანუ ვერ ებრძვის ინფექციებს. შესაბამისად, ამის ხარჯზე მცირდება სისხლის ჯანმრთელი უჯრედების გამომმუშავება, სისხლის შემადგენლობა იცვლება შესაბამისად და ზუსტად ამ მდგომარეობას ჰქვია ლეიკემია. ალბათ გაგიგიათ, რომ უფრო მარტივ ენაზე ხალხში ლეიკემია სისხლის გათეთრებას ეძახიან. ეს არის სწორედ იმით გამოწვეული, რომ დიდი რაოდენობით თეთრი უჯრედები გამომუშავდება, მოჭარბებულად არის ისინი და ამიტომ თითქოს სისხლს თეთრი შესახედაობა აქვს. ლეიკემიის ფორმებს ჩვეულებრივ განასხვავებენ იმ ნიშნის მიხედვით, თუ რამდენად სწრაფად ვითარდება დაავადება და მისი სიმპტომები, არსებობს სწვავე ლეიკემია, როდესაც ძალიან სწრაფად ხდება სიმპტომების გამოლენა და ქრონიკული ლეიკემიის შემთხვევაში დაავადება ნელ-ნელა პროგრესირებს. შენ შემთხვევაში როგორ იყო? 6 თვით ადრე მე სისხლის ანალიზი გაკეთებული მქონდა და ჩემი სისხლი აბსოლუტურად სუფთა იყო. ანუ 6 დაახლოებით 6 თვის შემდეგ უცებ აღმოჩნდა. ამობენ რომ პროვოცირება ეს ჩემს ორგანიზმში გენეტიკურად იყო და პროვოცირება ორსულობამ გაუწია. ჩვენს მაყურებელს ალბათ მარი აინტერესებს თუ რა სიმპტომები აქვს ლეიკემიას და როდის შეიძლება ვიეჭვოთ, ხომ არა აქვთ სვინმეს ჩვენ გარშემო მყოფს. აი როგორც შენს მაგალითად სხვა მიზეზით მიხვედი და შემდგომში აღმოჩნდა რომ ლეიკემია გაქვს. მე მგონი უფრო აუცილებელი ალბათ რომ კონტროლი მოხდეს პერიოდულად სისხლის ანალიზის, იმიტომ რომ მე არ მქონდა სიმპტომი, მე არც ერთი სიმპტომი არ მქონდა. როცა იეჭვეს რომ მქონდა, სახში მოვედი და წავიკითხე სიმპტომები და აღმოვაჩინე რომ არც ერთი არ მქონდა, დარწმუნებული ვიყავი რომ აღარ მქონდა. მოდით მაინც მაყურებელს შევახსენოთ ის სიმპტომები, 7 ძირითადი სიმპტომი, რომლის არსებობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს, გაესინჯოთ ლეიკემიაზე. ეს არის პირველი სისხლჩაქცევები კანქვეშ, განსაკუთრებით კისრის არეში და საზარდულის არეში, მეორე ხშირი სისხლდენა ღრძილებიდან და ცხვირიდან, მესამე ხშირი გაციება, ანუ დაბალი იმუნიტეტი, ხშირად ავადმყოფობენ ესეთი ადამიანები, მეოთხე ღამით ოფლიანობა, ძვლების და სახსრების ტკივილი, მეექვსე უმადობა და წონაში სწრაფი კლება, უმიზეზო, მეშვიდე მუდმივი დაღლილობის შეგრძნება. მარი, როგორც ვიცით, ლეიკემიის მკურნალობა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. მოგვიყევი, რა იყო ყველაზე რთული? რთული პერიოდი, ესე ვთქვათ, იყო, ანუ პირველი დღე, როცა გავიგე და დავიწყე ჩემი თავის დაჯერება იმაში, რომ ეს ყველაფერი გადალახვადია. ანუ ფსიქოლოგიური მომენტი, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება. მაშინვე ამაზე დავიწყე ფიქრი, რომ ეს განკურნებადია. მე წავიკითხე, რომ ინკურნება, ლეიკემია ჩვეულებრივად ინკურნება. თუ დაიჯერებ, რომ ეს არ არსებობს შენში, მაშინ მართლა არ იქნება და მე მჯერა, რომ ჩემში ეს როებით. მკურნალობის პროცესი როგორ მიდიოდა, რამდენი რთულია ეს ყველაფერი? პრეპარატი, რომელსაც მე ვიღებ, არის ნახევრად ქიმიური, ნახევრად იმუნური. მას აქვს ბევრი გვერდითი მოვლენა, ისევე როგორც ყველა წამალს, რომელსაც ჩვენ ვიღებთ. თუმცა პირველ დღეს მქონდა ცოტა გავცხელდი, ცოტა გულისრევი შეგრძნება და შემდეგ ესეც საკმაოდ ადვილად გადაიტანე მკურნალობა. ახლა მუდმივად სვამ პრეპარატს. კი, ყოველ დღე საქართველოში როგორც ვიცი, ამ პრეპარატს იღებენ მთელი ცხოვრება. თუმცა გერმანიაში, როგორც ჩემი ექიმი მეუბნება, მე ველოდები დასტურს იმისგან, რომ მე შევწყვეტ, როცა რემისია მოხდება დაავადების ამ პრეპარატის დალევას, დასკვნას ველოდები ახლა და შემდეგ ჩვეულებრივად მე ექნება საშუალება იმისიც, რომ მყავდეს შვილები. რა თქმა უნდა, აუცილებლად გვიხდება ამის საშუალება და ჩვენ დარწმუნებული ვართ, ჩვენ შვილებთან ერთად ჩვენთან კიდე სტუმრათაც ნახავთ. ახლოს ვარ უკვე მაგ პერიოდთან, რომ შეწყვეტო პრეპარატის მიღება, ხო? მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ამბობდნენ, რომ მთელი ცხოვრება უნდა მესვა, მე მეუბნებოდნენ, რომ 3 წელი უნდა მესვა და ეხლა ჯერ 1 წელია გასული და მეუბნებიან, რომ აი 6 თვე იქნებ კიდე დალიო. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედი ჩვენთან, შენ პრობლემაზე საუბრობ და მე მგონი ძალიან დიდი სტიმულია ეს მაყურებლისთვის, რომ შენ აი ესეთ სერიოზული დიაგნოზით ასე მხნედ გამოიყურები და ესეთ შენ თავში დაჯერებული ხარ და შენგან ალბათ ძალიან საინტერესო იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც წინა აქვს ეს ბრძოლები, ასე ვთქვათ, შენთვის შენგან რამდენიმე რჩევა, მაგალითად 3 მთავარი რჩევა მიეცი ადამიანებს, ვისაც აქვთ ეს ძალიან სერიოზული დიაგნოზი. პირველი ალბათ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ირწმუნონ საკუთარი თავი. მე დამეხმარა რწმენა, მე ღმერთის რწმენას დამეხმარა და საკუთარი თავის რწმენას, რომ შემეძლო ამის გადალახვა. მეორე ალბათ არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში როგორც ხდება სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ ახლობლებს.
რომლებიც ძალიან იმაზე მეტად ნერვიულობენ, ვიდრე ეს საჭირო. მესმის ძალიან რთულია, მაგრამ აი გარშემო რომ მოდის სულ მუხტი, ყველა ცუცს ფიქრობს, ხვდებით, აი ეს დიაგნოზის შემდეგ ესია, ყველა ცუცს ფიქრობს. აუცილებელი, ხო, დამდგმელია და აუცილებელია რომ ყველამ პირიქით დადებითად რომ ერთად ვიბრძოლოთ, იმიტომ რომ ერთად უნდა ვიბრძოლოთ ამ პრობლემას და თუ ვიბრძოლებთ აუცილებლად გავიგოთ. შენ ქართული რეალობისთვის ექსკლუზიურად მისაბაძი მაგალითად ხარ მინდა გითხრა. მესამე რჩევა ის რომ ხშირად წავიდნენ 6 თვეში ერთხელ და აიღონ სისხლის ანალიზი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა არის პაციენტებისთვის. როგორც მარე შემთხვევაში მოხდა სისხლის ანალიზით ძალიან მარტივად შეიძლება დადგენდეს ადრეულ სტადიაზე ლეიკემიის დიაგნოზი და ადრეული დიაგნოსტიკა ყველა დაავადების შემთხვევაში რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ლეიკემიის შემთხვევაში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს დიაგნოზის ადრეულ ეტაპზე დასმას. ეს განკურნებაში ძალიან დაეხმარება პაციენტს და ექიმს. მარი, ძალიან დიდი მადლობა შენი ასეთი თამამად გამოცდილების გაზიარებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ შენია ეს თუნდაც მოკლე საუბარი ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარება და დიდ სტიმულს და ბიძგს მიცემს იმისთვის, რომ იბრძოლოს ნებისმიერი დაავადების წინააღმდეგ. ძალიან დიდი მადლობა. დაგველოდეთ ჩვენ რეკლამის შემდეგ შევხვდებით. რეკლამის შემდეგ გაიგეთ, რა ფაქტორები განაპირობებს ეგრეთ წოდებულ სისხლის გათეთრებას. უკვე არსებობს რამოდენიმე თეორია და ერთ-ერთი ბოლო ცნობილი და დადგენილი თეორია ასეთია, რომ ასევე გაიგეთ ყველაფერი ბუასილის შესახებ. ჭირის მაკრატლით სისხლის წარმოვიდან გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ უკვე გავიგეთ რა დაავადება ლეიკემია, რა ძირითადი სიმპტომები ახასიათებს მას, თუმცა ეს სიმპტომები დამახასიათებელია მხოლოდ მწვავე ლეიკემიისთვის. ქრონიკული ლეიკემიის მიმდინარეობის დროს სიმპტომები ხშირად საერთოდ არ არის გამოკვეთილი. აი ამის მაგალითი ჩვენ ყავდა სტუმრად ჩვენერი მარი პირველ ბლოკში, რომელსაც გეგმიური უბრალოდ სისხლის ანალიზის აღების დროს შემთხვევით გაიგო ეს დიაგნოზი. გადაცემის ამ ნაწილში თქვენ გაიცნობთ დედას, რომელმაც შვილი გადაარჩინა სწორედ იმის წყალობით, რომ დროულად მიიყვანა ექიმთან და ლეიკემიის დიაგნოზის დროულად დაისვა. წელიწადში ერთხელ მაინც მოიცალეთ და გაიგეთეთ სისხლის საერთო ანალიზი, რადგან ლეიკემიის კურნალობისას ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა. ლეიკემიის გამომწვევის ზუსტი მიზეზები დაუდგენელია, თუმცა ცხადია, რომ გარკვეული ფაქტორები, რომლებიც ამ დაავადების გაჩენის რისკს ზრდის, იდენტიფიცირებულია და დადგენილია. ამ ფაქტორებზე უფრო ვრცლად ჩვენ დღეს სპეციალისტი ვგესაუბრება, მაშასე ექიმთან სტუმრად არის ჩვენი კოლეგა, ბავშვთა ონკოჰემატოლოგი ქალბატონი ნინო ტოტოღაშვილი. გამარჯობა ქალბატონო ნინოს. ყველას თუმას თავაზობ თამეთყავს. გამთობისთვის ძალიან კარგია. გითხარით ქალბატონო ნინო, თუ შეიძლება ვინ არის რისკ ჯგუფში, რა ფაქტორები უწყობს ხელს ამ დაავადების განვითარებას? ექიმებმა ფაქტიურად ბოლომდე არ ვიცით რა არის ლეიკემიის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ უკვე არსებობს რამოდენიმე თეორია და ერთ-ერთი ბოლო ცნობილი და დადგენილი თეორია ასეთია, რომ მუცლადყოფნის პერიოდში ხდება რაღაცა ცვლილება, რომელსაც ასეთი პირველი ჰიტის სახელწოდებით არის ცნობილი. მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ინფექციები, შეიძლება იყოს ეკოლოგიური ფაქტორები და ასე შემდეგ. შემდგომ ეს ცვლილება დაიძინებს, აი ასე ვთქვათ, არის თავისთვის და სიცოცხლის რომელიღაც წელზე პირველი, მეორე, მე-10, მე-15 თუ 30 წელზე ხდება მეორე დარტყმა. რომლის შედეგადაც უკვე იწყება ლეიკემია, ანუ იწყება ის პათოლოგიური სისხლის წარმოქმნა, რომელიც გამოიმუშავებს არაჯანსაღ სისხლის უჯრედებს, ანუ ფუნქცია დაკარგულ უჯრედებს და მათ გააჩნიათ მხოლოდ ერთადერთი ფუნქცია, ეს არის მათი სიმსივნური ფუნქცია, გავრცელება ორგანიზმში. აი ეს მეორე ჰიტი, ანუ ცხოვრებაში მომხდარი, ძირითადად ეკოლოგიურ ფაქტორებთან არის დაკავშირებული. ეს ეკოლოგიური ფაქტორები კი ერთ-ერთი არის რადიაცია. რომელიც გამოძახილი იყო და ჩვენს თვალწინ მოხდა მაგალითად ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ ჯერ იყო ეპიდემია უკრაინაში და გავრცელდა შავი ზღვის სანაპირო ქვეყნებში. მეორე ფაქტორი ეს არის ქიმიური შხამქიმიკატები, რომლებიც შეიძლება იყოს ძირითადად საკვები ნივთიერებებით შეიძლება მოხდეს ადამიანის ორგანიზმში. მესამე ეს არის ნარკოტიკი და ალკოჰოლი.
და ესეთი ინფორმაცია, უკვე დადასტურებული ინფორმაციაა, რომ მაგალითად მარიხუანას მოწევა მოზრდილებში იწევს მწვავე მიელოიდური ლეიკემიის განვითარებას. სად არის დადასტურებული? ძალიან აქტუალური თემაა. კიბოს ნაციონალური ცენტრის მიერ არის შესწავლილი, ამერიკის კიბოს ნაციონალური ცენტრის მიერ და დაახლოებით აი ესეთ 14-დან 16 წლამდე განვითარებული მწვავე მიელოიდური ლეიკემიის მქონე პაციენტებში ანამნეზში ძალიან ხშირად იყო მარიხუანას გამოყენება. მას შეუძლია სწორედ იმ მექანიზმის ამუშავება, რაც უძევს ლეიკემიას საფუძვლად. და შემდგომი გარე ფაქტორი არის, ეს არის ბენზინი და მისი ასევე გამონაბოლქვი და იგივე დაუშვათ ევროპის და ამერიკის ქვეყნებში. ის ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ბენზინგასამართ სადგურებში, ან კიდევ უშუალო კონტაქტი აქვს, დაზღვეულები არიან სპეციალური პაკეტით და მან იცის თავიდანვე, რომ შეიძლება მას დაემართოს ლეიკემია. ანუ რისკ ფაქტორები გასაგები არის და ბევრს აინტერესებს ალბათ პრევენცია როგორ უნდა მოვახდინოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ ისე რომ არ დაგვემართოს ლეიკემია და გამოდის რომ არსებობს გენეტიკური ფაქტორი, გარკვეული ეკოლოგია და ერთადერთი რასაც ჩვენ ყველა გადაცემაში მოვუწოდებთ ჩვენ მაყურებელს, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, ალკოჰოლი, ნარკოტიკები და მათ შორის მსუბუქი ნარკოტიკებიც კი რომელიც თქვენ ახსენეთ, ნიკოტინი, ეს უნდა ამოვიღოთ ჩვენი ცხოვრებიდან საერთოდ. ამით შეგვიძლია ერთადერთი ჩვენ შევუწყოთ ჩვენ ორგანიზმს ხელი რომ არ დაგვემართოს ეს დაავადება. რამდენად დახვეწილია და რამდენად ხელმისაწვდომია მკურნალობა ლეიკემიის სხვადასხვა გამოვლინების, ეს იქნება მწვავე, ქრონიკული თუ სხვადასხვა ლეიკემიის ფორმები. საქართველოში ნამდვილად არსებობს ის სტანდარტი მკურნალობის ბავშვთა ასაკზე მაქვს საუბარი, რომელსაც ქვია ევროპული სტანდარტი. ლეიკემიის მკურნალობის ერთი ფორმა არის სტანდარტული ფორმა ქიმიოთერაპია, რომელიც უტარდება მოზრდილსაც და ბავშვთასაც. თუ პაციენტმა ქიმიოთერაპიაზე მიიღოს სრული რემისია, გაჯანსაღდა, ის პაციენტი არის იღბლიანი პაციენტი, მას მეტი აღარაფერი არ ჭირდება. ღეროვანი უჯრედის გადანერგვა ლეიკემიის მკურნალობის არის სხვა მეთოდი, ანუ ალტერნატიული მეთოდიც არის, ეს არის დამატებითი მეთოდი იმ შემთხვევაში თუ პაციენტი თავიდანვე არის ძალიან მაღალი რისკი. კოტე მახსენა ხელმისაწვდომობა მკურნალობის და მინდა გითხრათ რომ ასეთი პაციენტები ლეიკემიით დაავადებული პაციენტები თვეობით წვანა სამავტყოფოში მკურნალობა სჭირდება ძალიან დიდი დრო და რა თქმა უნდა ეს დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან და მეთანხმება ქალბატონინო. ამ ყველაფერში თუ შეიძლება კარგი ამბავი ითქვას, ის არის რომ 18 წლამდე ყველა ლეიკემიით დაავადებული პაციენტის დიაგნოსტიკის და მკურნალობის ხარჯებს ფარავს სრულად სახელმწიფო. თუმცა უნდა ითქვას, რომ თვეობით სამავტყოფოში ცხოვრება და ურთულესი მკურნალობის კურსის გადატანა არც ისე იოლია. მე მინდა ხაზგასმით თქვა, რომ ყველა ბავშვი და მშობელი, რომელმაც ეს რთული პროცესი გამოიარა, ან ახლა გადის, ხო, ნამდვილი გმირია. და ერთ-ერთი ასეთი გმირი დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია, მიესალმეთ ქალბატონი ნანა ჩოხელი. გამარჯობა ქალბატონო ნანა. მოგზანდით, დაგზანდით. წყალს შემოგთავაზებთ. დიდი სიამოვნებით. ჩვენ უკვე უთხარით მაყურებელს, რომ თქვენ ხართ ის გმირი დედა, რომელმაც დროული დიაგნოსტირების საშუალებით და თქვენ დიდი წარმატება და მიღწევა ამაში შვილი იხსენით საკმაოდ მძიმე პრობლემისაგან. პირველ რიგში მე არა ვარ გმირი, გმირი ეს ქალბატონია, ჩემს პირდაპიროზის. კი, მე შანსი მომეცა. ესე იგი ორი გმირი ვყავს ჩვენ გადაცემაში დღეს. რამდენი წლის არის თქვენი შვილი? 5 წლის იყო, როცა შევამჩნიე, რომ ჩემი ანი არის ჩემი მეოთხე შვილი. და საკმარისი გამოცდილება მაქვს ექიმებთან ურთიერთობისაც, უფროსი ქალიშვილი 21 წლის ვყავს და ანი მეოთხეა. მაგრამ არ ვიცი ეს რა იყო, რომ ბავშვი ფერი არ მომეწონა ბავშვის და იყო უხასიათო. რა იყო, შემეშინდა ლეიკემიის, არც მეტი და არც ნაკლები, შემეშინდა რომ ბავშვი შეიძლებოდა ქონოდა ლეიკემია. თქვენ მედიცინასთან რაიმე შეეხება გარდა იმისა, რომ თქვა დედა ხართ სამი შვილის და ეს სიმპტომი შეიძლება სხვა დაავადებასაც ჰქონდეს და რატომ გაგახსენდათ ლეიკემია? გეთანხმებით მაგაში, იმიტომ რომ მე როდესაც სამავტყოფოში მოვხვდი, პირველი რასაც ვაკეთებდი ეს იყო ჩემით რატომღაც რომ ყველა ბავშვის მშობელს ვეკითხებოდი რა სიმპტომით მოხვდა იქ ბავშვი და რამაც გამაოცა ორი ერთნაირი სიმპტომი არ არსებობდა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ მშობლებს არ შეეშინდეთ, ვიშვილსაც ახლა ამ წუთში სტომატიტი აქვს, ზოგს სტომატიტით დაეწყო, ხო, დამეთანხმე დიახ, ძილებიდან პირის ღრუს პრობლემით, ზოგს ხველებით და ამის შემდეგ აღმოჩნდა რომ ბავშვს ლეიკემია ჰქონდა. ჩემი შვილის მაგალითზე ფერმკრთალი იყო და ერთადერთ დღეს
დღეს მითხრა რომ მე მირჩევნია დედა წამოვწვე. და რამდენი ხანი მიმდინარეობს ეს თქვენი მკურნალობის პროცესი? 9 თვე, თითქმის 9 თვე. ეს 3 კურსია. პირველი კურსიც გაგვირთულდა ეს ქიმიოთერაპია, იცით რომ მარტივი არ არის მარტივი არ არის. იმ კატეგორიის მშობლებში მე შევდივარ, ვინც წამლების მიმართ ვცდილობ, რომ წამლებისგან თავი შემეკავებინა, მაგრამ მე ხა ესე ბრმად ვერ დაუჯერებდი ვერავის, რა თქმა უნდა, ბევრი ვიკითხე ასე შემდეგ და ქიმიოთერაპიის გარდა სხვა გამოსავალი ჩემი შვილის გამოსაჯამთელებლად მე ვერ დავინახე და შედეგიც სახეზე მაქვს ჩემი შვილი დღესდღეობით ჯამთელია. ჩვენ შეგნებულად არ დავპატიჟეთ თანა სტუდიაში, იმიტომ რომ მას აქვს ახლა ის პერიოდი აქვს, როდესაც ხალხმრავალ პერიოდში საზოგადოებაში სასურველი არ არის მისი ყოფნა, მაგრამ თვითონ როგორ გზნობს თავს? თვითონ გადასარევად უნდა გამოვიდეს გულიკო ექიმი და ნინო ექიმი. მიზანი აქვს, იმიტომ რომ ვალდებულებას გზნობს, რომ აი როგორი ცხოვრებით ცხოვრობენ, ღამე არ ეძინა. აი ის ექიმი რამდენჯერ ამოვიდა რომ ბავშვი ეს მადლიერების შეგრძნება ეს არის უმთავრესი რომ ჩვენ გადაცემას უყურებს კი მაშინ დაუხსნიოთ ყველა მხელი აი ესე ყველა ერთად ხელი და გავამხნევოთ ძალიან კარგი აი როგორც ხედავთ ახლა მშობლის განათლებას და ჩახედულობას ასე ვთქვათ დაავადებაში და ჯანმრთელობის საკითხებში ძალიან დიდი როლი აქვს 50% არის მშობლის წილი იმიტომ რომ ბავშვის მოვლა ბავშვის ემოციური სფეროს შენარჩუნება, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა მშობლის მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი. რას ეტყვით იმ ბავშვებს და მშობლებს, ვინც ახლა საავადმყოფოში იმყოფებიან და ებრძვიან ლეიკემიას? მოკლედ ორი სიტყვით უთხარით რამე, გაამხნევეთ. აუცილებელია პირველ რიგში სიმშვიდე. გაწონასწორებულობა და თვითონ ბავშვები არიან საოცარი ადამიანები. ამ ყველაფერს აი ურთულეს გადასხმებს ხანდახან თამაშის ფორმას აძლევენ. იქით თქვენ დაგამშვიდებთ და კიდევ თქვენ საოცარი ხალხია. ამ ყველაფერს ისე ამ ყველაფრით ხალისობენ, რომ აი დღეს მე გადასხმა მაქვს, დღეს მე დავებმევი 5 დღე და ამით ხალისობენ. ეს ხომ ძიმია 5 დღე და ღამე იცის რომ, მაგრამ ცდილობენ და მნიშვნელოვანია მშობლის განწყობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რომ დობის ფაქტორი კეთილგანწყობილი ეს არის მაგალითად ახლა პირველად მე რომ ეს დიაგნოზი გავიგე ის შოკის შემდეგი პირველი რაც იყო რომ მე და ჩემი შვილი ვიბრძოლებდით და ვიცოდი რომ ერთი მაინც ხომ გადარჩა და რატომ არ იქნება მეორე ჩემი შვილი. თქვენ და თქვენი შვილი ხართ ნამდვილი გმირები და ამიტომ დიდი მადლობა თქვენ და ტაშით და რა ვიცი გაგამხნევთ ყველანაირად. და ანასაც ძალიან დიდი მადლობა და მივესალმებით კიდევ ერთხელ და უსურვებთ გამოჯანმრთელებას და სულ ჯანმრთელობას. და ყველა იმ ბავშვს და ყველა იმ მშობელს, ვინც ახლა იმყოფება საავადმყოფოში, აი ამ დიაგნოზით და ებრძვიან ამ დაავადებას, უსურვებთ ჯანმრთელობას, სწრაფ გამოჯანმრთელებას და მთელი ცხოვრება ეცხოვროთ მერე ჯანმრთელად და ლამაზად. უღრმესი მადლობა ქალბატონ ნანა, უღრმესი მადლობა ქალბატონ ნინო. მოკლედ გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ ლეიკემია დავამარცხეთ თქვენთან ერთად ქალბატონებო. დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ ჩვენ კიდევ საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ. რეკლამის შემდეგ გაიგეთ, რატომ გაგიჩნდათ ან რატომ შეიძლება გაგიჩნდეთ ბუასილი. პიკანტური მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ ბოლომდე არ გართულდა ეს დაავადება, ცდილობენ არ მივიდნენ ექიმებთან. იცნობდეთ დაავადებას, რომელიც ყველა მეორე ადამიანს აწუხებს. სისხლით წამოვიდა. სისხლით წამოვიდა. ბაშასა ექიმები კვლავ ეთერშია და ჩვენ მივადექით ძალიან კინოულ თემას. და საკმაოდ უხერხულსაც ეს არის ჰემოროიდული დაავადება, ანუ ბუასილი. მართალი ხარ კოტე, ამ დაავადების ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ სწორედ უხერხულობით ვერ გამოხატავს პაციენტი, არ მიდიან ექიმთან, მალავენ. არა არის არც უხერხულება ამ თემაზე ლაპარაკი და მალავენ. ბოლომდე ითმენენ, სანამ აი ძალიან არ გაუჭირდებათ. კი. ხოთაშორის რამდენიმე დღის წინ ექიმების Facebook-ის გვერდზე მოგვივიდა წერილი, რომელსაც ახლა წაგიკითხავთ, აი შეხედეთ მონიტორს, ავტორს რა თქმა უნდა ანონიმურად დავტოვებთ. გამარჯობა ექიმებო, უკანა ტანში გამიჩნდა მტკივნეული გამონაზარდი. მე მგონი ბუასილია, წითელია და ძალიან მტკივა. შეგიძლიათ მითხრათ რა ხდება და როგორ მოვიშორო ეს საშინელება? ნანა 37 წლის თბილისიდან. მე მგონი ნანას ძალიან დიდი მადლობა უნდა უთხრათ რომ გაბედა და ამ თემაზე დაგვიშვა კითხვა. ნანა მინდა გითხრა რომ შენ მარტო არ ხარ ამ პრობლემით. ეს პრობლემა ძალიან გავრცელებულია, არა მარტო საქართველოში, მთელს მსოფლიოში. სტატისტიკა გახლავთ შემდეგი. 30 წლის ზემოთ ასაკის ყოველ მეორე ადამიანს ეს პრობლემა დამერწმუნეთ რომ ნამდვილად აწუხებს. ამ სტატისტიკის მიხედვით
ანუ ჩვენში ორს ჭირს. ორს უნდა მე ვიცი რომ ნამდვილად არ მაქვს ეს პრობლემა თქვენ სამიდან ორს უნდა კონდეს წესი და აბა გამოტყო. მე ისევე მაწუხებს ეს პრობლემა როგორც თელ დანარჩენ საქართველოს და დანარჩენი შენ გადაწყვეტ. ისევე ტკივა როგორც შენ სამშობლოს ტკივა როგორც შენ საქართველოს. ეს ქვემოთვარლევან და ჯერჯერობით ადრეა. და საერთოდ მინდა ვთქვა რომ ამაში არაფერი სასეცილო საჩოთირო და რაღაცა არ არის. ვისაც აწუხებს და ეს არის ჩვეულებრივი დიაგნოზი, რომელსაც ჭირდება მკურნალობა, ჭირდება დიაგნოსტირება. საინტერესო ის არის რომ ყველა ბუასილზე ხუმრობს და ცოტა მიცის თუ სინამდვილეში რა არის ეს პრობლემა. ამაში ჩვენი გამოკითხვიდანაც დავწმუნდებით. ვნახოთ ვიდეო. ბუასილის შესახებ ბევრი რამე არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ საკმაოდ სერიოზული დაავადებაა და ძირითადად რაც გამიგია გამოწვევი მიზეზები ასაკთან არის ჩემი აზრით დაკავშირებული, მეტი არაფერი არ ვიცი. ვიცი რომ ოფლიანობა იწვევს და სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით მაგასთან დაკავშირებით. ცოტა რთულია, მაგრამ მე კი არა, მეცნიერება მარიცის. სწორნაწლავის დაავადება რამდენადაც ვიცი. როცა ეს დაავადება ჭირს, აწუხებთ კუჭში გასვლა და რაღაცა ესეთი. ბუასილი არის ვიცი როგორ გითხრათ. ნაწლავი რო არის გარეთ. მედიცინაში მე ცოტა ვერა. რო ვეჭდებიან ეგ ვიცი. ანუ სხვა არ ვიცი რა გითხრათ. უფრო მეტი რო ვიცოდი, ალბათ კარგი იქნება. ამ გადაცემიდან ალბათ ხო? ამ გადაცემიდან ნამდვილად უფრო მეც გაიგებთ, ყოველ შემთხვევაში ოფლიანობას და ბუასილს შორის რა კავშირი არის, ამას როგორ გავარკვევთ, არ ვიცი. ფანტაზიას საზღვარი არა აქვს როგორც ყოველთვის. და კიდე მე ესეთი რამე გამიგია, რომ დაჟინებულ მზერასთანაა კავშირი ან გაჩენას, ან მკურნალობას. არა, მკურნალობენ. აბა როგორ გვაჩვენ? მე არ შემიძლია მაგის ჩვენება. მე შენ შეგიძლია კაგრას 4 თვალით. ეხლა წარმოვიდგინე რომ ბუასილიან პაციენტს უყურებ? და როგორ უნდა შევწირე? დაჟინებულად. დაუჟინე. ვარჩუ. თქვენ შეგიძლია თვალო ჯანმარტივე ბევრი პაციენტი გეყოლებათ. გადაცემის მერე გასწავლით დაჟინებულ მზერას. კარგი, მადლობა. მოკლედ ეს ყველაფერი ძალიან კარგია და იუმორისტული გადახრა. მოდით ნანას შეკითხვაზე გავცეთ პასუხი. ნანას მდგომარეობაში ბევრი ადამიანი და რეალურად ავხსნათ თუ რა არის ეს ავადსახსენებული, ეგრეთ წოდებული ჰემოროიდული დაავადება, ანუ ბუასილი. აი შეხედეთ ეკრანს, როგორც ხედავთ, ეს არის პირველი სტადია, როდესაც სწორი ნაწლავის კედელზე გამოხატულია ვარიკოზულად შეცვლილი, ანუ გაფართოებული, გაგანიერებული ვენა. ეს იწვევს პირველ სიმპტომატიკას, როდესაც ხდება კუჭის მოქმედება, კუჭის მოქმედებისას ღიზიანდება ეს ვენური კედელი, რაც იწვევს პირველ სიმპტომატიკას, ეს არის წვა, უსიამოვნო შეგრძნება, იშვიათად ტკივილიც კი. შემდგომი სტადია ეს არის, როდესაც უკვე ვარიკოზულად შეცვლილი ვენის მოცულობა მატულობს და ის უკვე სწორი ნაწლავის სანათურისკენ დაბლა დაეშვება და კუჭის მოქმედება უფრო მეტად აღიზიანებს მის კედელს და სიმპტომატიკა, რაც ახასიათებს ჰემოროიდული დაავადებას, მკვეთრად ვლინდება ნაწილობრივ უკვე ტკივილის, წვის, უსიამოვნო შეგრძნების სახით. მესამე სტადია ეს არის, როდესაც უკვე ეს ვარიკოზულად შეცვლილი ვენა ან ვენური წნული ან მათი ერთობლიობა გადმოდის უკვე სხეულის გარეთ და ადამიანს ზოგ შემთხვევაში უწევს ხელით ჩასწორება ასეთი გამოვარდნილი სიზარღოვანი კვანძის. და მეოთხე სტადია ეს არის უკვე ის მდგომარეობა, როდესაც კრიტიკულად მძიმეა ბუასილის ანუ ჰემოროიდული დაავადების სტადია და ამ დროს უკვე არანაირი დახმარება გარდა მკურნალობისა და ექიმისთან მიმართვისა, თვით მკურნალობა ამ შემთხვევაში შეუძლებელია და საკმაოდ ცუდ შედეგებამდეც კი მიდის ხოლმე მდგომარეობა. როგორ უნდა ვუმკურნალოთ ამ პრობლემას? ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ეხლა თავდაპირველად მოდით განვიხილოთ თუ რა იწვევს ამ პრობლემას. პირველი და უმთავრესი მიზეზი ეს არის კოლიდი, ანუ ხშირი შეკრულობა ან პირიქით კუჭის აშლილობა. ამ შემთხვევაში კუჭის მოქმედების დროს სწორი ნაწლავი სისხლსავსე ხდება, იჭიმება და როგორც გრაფიკაზე ვნახეთ, ეს ვენური ვარიკოზულად გაგანიერებული ვენა ძალიან ხშირად ჩამოდის ხოლმე ქვემოთ და შემდგომში უკვე გადადის უფრო და უფრო მძიმე სტადიებში, ანუ შემდგომ მესამე და მეოთხე ხარისხში. მეორე მიზეზი ამ შემთხვევაში არის სიმსუქნე და მესამე მიზეზი კიდევ არსებობს ამისთვის, ეს არის ესეთი საკმაოდ უხერხული, მაგრამ ანალური სექსი, რომელიც მიზეზია განვითარდეს იქ ანუ ვენის შეცვლა ვარიკოზულად და პროვოცირება გაუკეთოს ჰემოროიდულ დაავადებას, ანუ ბუასილს. მეოთხე ეს გახლავთ ორსულობა, ორსულობის
თავისებურებებზე ნინო უკეთ მოგვახსენებს რატო შეიძლება ორსულობის დროს რა თქმა უნდა ძალიან ხშირია, ამას აქვს ძალიან ბევრი ფაქტორი, იმიტომ რომ ორსულობის დროს ძალიან ხშირია სწორედ კოლიტი, ანუ შეკრულობა ხშირი. გარდა ამისა, ორსულები ხშირად იმატებენ წონაში და ასევე მუცელში და წნევაც უფრო მაღალია და ანუ რა თქმა უნდა ორსულობის შემდგომ უკვე აი მშობიარობის ჭინთვებიც საკმაოდ ხელს უწყობს ამ პრობლემის გამოხატვას. ხო, მშობიარობის შემდეგ ძალიან ხშირად ეს გამოვარდება ხოლმე ეს კვანძები და ესე ვერ რჩება და შემდგომში ოპერაციულ მკურნალობა საჭიროა. სამი ძირითადი რჩევა ხა ორსულს რაც შეიძლება მივცეთ ბუასილის თავიდან ასაცილებლად, ეს არის ცხოვრების ჯანსაღი წესი, დიდი რაოდენობით წყალი, მაქსიმალურად რომ მოვიგვაროთ კუჭის მოქმედება, ვჭამოთ უჯრედისით მდიდარი საკვები და ვეცადოთ რომ არ მოვიმატოთ წონაში. და ბუასილის მეხუთე მიზეზი ეს არის უნიტაზე დიდხანს ჯდომაზე, რომ მოეშვით ყვითელი პრესის შეტანას ტუალეტში და ეგ საათობით ჯდომას და კითხვას. ვიღაცი აქვს ლევან ყვითელი პრესა. შედიხარ ის ტელეფონი, კომპიუტერი და ასე შემდეგ. ზიხარ უნიტაზე და შენს წინაშე გადაშლილია მთელი სამყარო. სამყარო ბატონო, შენს ხელთ არის მოთხოვნა. მაგრამ ასე დრო შეიძლება ბუასილი დაგემართოს, ამიტომ ჯობია ყურადღებით იყოთ. ასევე დავამატებთ მე-6 და მე-7 ფაქტორებს, ეს არის გენეტიკური წინასწარ-განწყობა და ეს არის პროფესიული თავისებურებები, ანუ მჯდომარე და მდგომარე პროფესიები. გენეტიკურ ფაქტორზე შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს მთლიანად განწყობილია ამ დაავადებისადმი, იმიტომ რომ ჩვენ გენებში გვიდევს ისეთი კვება, რომელიც ამ დაავადებას ხელს უწყობს და რაც შეეხება პროფესიებს, პროფესიები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის საოფისე, სამსახური მაგალითად, როდესაც ადამიანი მთელი დღე ზის, ეს არის ჩვენი პროფესია ქირურგების, თუნდაც როდესაც საათობრივად ფეხზე ვდგევართ. სამსახურში ფეხზე ვდგავართ და რუსთავ იურში ვხედვართ. ვხედვართ, ეს არის მძღოლების პროფესია, როდესაც ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში საჭესთან ზის და არ გადმოდის, არ იწყებს მოძრაობას და კიდე სხვა ასეთი მრავალი პროფესია, რომელიც ამ ტიპის სამსახურებთან არის დაკავშირებული. მოდი სიმპტომებზე ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა, როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ მას შეიძლება ბუასილი ქონდეს, ან ემუქრებოდეს ეს პრობლემა. აქ მაქვს ჩემი საყვარელი ფერადი ფურცლები, მათ საშუალებით აგიხსნით, შევეცდები აგიხსნა ბუასილის სიმპტომებს. პირველი ეს არის ტკივილი, ქავილი და დისკომფორტის შეგრძნება. დისკომფორტის შეგრძნება ანუსის მიდამოში. მეორე ეს არის შესიება ანუსის მიდამოში, რომელიც ჩვენ კარგად ნახეთ გრაფიკაზე. ესეც ერთ-ერთი სიმპტომი შეიძლება იყოს. სისხლდენა დეფეკაციის დროს, ანუ კუჭის ნაწლავთა მოქმედების დროს თუ ის კვანძი, რომელიც გრაფიკაზე ვნახეთ, დაზიანდა, შეიძლება სისხლდენასაც ქონდეს ადგილი და ნაწლავთა უნებლიე მოქმედება, ანუ უნებლიე დეფეკაცია, ესეც შეიძლება იყოს ერთ-ერთი სიმპტომი ჰემოროიდული დაავადების, ანუ ბუასილის. ხშირად შესაძლებელია ეს სიმპტომატიკა არეულ ან აღრეულ იქნას სწორი ნაწლავის სიმსივნესთან. შესაბამისად აუცილებელია თითქმის ერთი კლინიკური მიმდინარეობა აქვს, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია ძალიან ახალგაზრდა ქალბატონს აღნიშნებოდა სწორი ნაწლავის სიმსივნე ღვიძლის MTS დაზიანებით და რომ ვკითხე რატო არ მოდიოდი ექიმთან ამდენი ხნის განმავლობაში, მე დიდი ხანია ვიცი, რომ ბუასილი მაქვს და ამ სისხლდენებს და ამ დეფეკაციებს ვაბრალებდი ბუასილს. ამიტომ ცუდი შედეგი დამთავრდება ეს. კი და თუ აბსოლუტურად მართალი ხართ, იმ პაციენტს წარმატებებს და გამოჯანმრთელობას უსურვებთ, მაგრამ ასეთი სიმპტომებით ყოველთვის ყველა შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ გამოკვლევა. ამ შემთხვევაში კი ექიმი ჩვენთან მოვიდა. მაშას ექიმებთან სტუმრად არის პროქტოლოგი, მედიცინის დოქტორი ბატონი დავით კალანდაძე. მოგესალმებით ბატონო დავით, მოგესალმებით გამზადით. ბატონო დავით, აბა ეხლა თუ შეიძლება გითხარით აი ამ სამიდან რომელია თქვენი პაციენტი. წყალს ისე მონდომებით უსხავრო, უკვე რაღაც შეიძლება ნათელიც გახდეს ეხლა. კონფიდენციალობის დარღვევა. გავითვალისწინებთ ჯდომის ისტორიას, მე მგონი არც ერთი. ჩემთან როდესაც მოდის პაციენტი მაგალითად სიმსუქნით, თუნდაც მას ამ თემაზე უჭირს საუბარი, რომ აწუხებს ასეთი მდგომარეობა, ან მე წარმომიდგენია თქვენთან კაბინეტში რა ხდება, როგორი უხერხულობები იქნება ხოლმე, როდესაც ამ პრობლემატიკის გარშემო მოდის პაციენტი სასაუბროდ. მე ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ როდესაც პაციენტი მოდის ჩვენთან პროქტოლოგებთან, ხო? ის პაციენტი ძალიან დათრგუნულია და ძალიან აწუხებს ის დაავადება, იმიტომ რომ გადის წლები და პაციენტები აი ამ თავის ზოგადი ესეთი პიკანტური მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ ბოლომდე არ გართულდა ეს დაავადება, ცდილობენ არ მივიდნენ ექიმებთან. არ და მოგეხსენებათ ექიმები ბრძანდები და სწორი მიმართულებით მისვლა ეს თითქმის 50% მკურნალობის, როცა სწორად მიზანმიმართულად გეგმიურად მიდიხარ ექიმთან. ძირითადი პრობლემა, რაც ექიმთან მისვლასთან არის კავშირში ამ პრობლემის დროს გადაუხერხულობისა, არის ის, რომ ეშინიათ გასინჯვის პროცედურით. და თუ შეიძლება აგვიხსნით, როგორ ხდება გასინჯვა, რამდენად მტკივნეულია და რა მეთოდები არსებობს ბუასილის დიაგნოსტიკისთვის? პირველადი გასინჯვა
ხდება რა თქმა უნდა ვიზუალურად გარეგანი დათვალიერებით. შემდეგ აუცილებლობა მოითხოვს რომ თქვათ იქ მოხდეს გასინჯვა თითის საშუალებითაც და რექტალური სარკის საშუალებითაც. ძალიან ბევრი საშუალებებია იმისი რომ ეს გასინჯვა მოხდეს აბსოლუტურად უმტკივნეულოდ. თუ მესამე ბ და მეოთხე ხარისხის ბოასილი არ არის და სადაც უკვე თრომბოზია და გამოსულია შიგნითა კვანძები გარეთ და პლუს ჩაჭედვაც არის მეოთხე ხარისხის ბოასილზე ჩაჭედვა შიგნითა კვანძების როცა გარეთ გამოდის. აქ უკვე რა თქმა უნდა ხდება ეს ადგილობრივი ანესთეზია. დანარჩენ შემთხვევაში აბსოლუტურად თითქმის ანუ ხაზგასმით უნდა ვთქვა ბატონ დავით რომ ეს გამოკვლევა როდესაც ადამიანს ეს პრობლემა აწუხებს და მიდის ექიმთან არის აბსოლუტურად უმტკივნეულო. აბსოლუტურად უმტკივნეულოა. დათვალიერების შემდეგ უკვე ჩვენ ვგებულობთ რასთან გვაქვს საქმე. თქვენ მზადეთ რომ არის 4 ხარისხი ბოასილის, ხო? პირველი მეორე ხარისხი რომელსაც პრინციპში არ ჭირდება ესე სასწრაფო თქვა ქირურგიული ჩარევა. და აი რა ხდება მაშინ როდესაც ესეთი მწვავე ტკივილით მესამე მეოთხე ხარისხის ბოასილით მოდის პაციენტი ოპერაციული მკურნალობა უნდა იქნას წარმოებული. უცბად უნდა მოხდეს კუპირება აი ამ მწვავე პროცესის, აი ამ თრომბოზის, სისხლის დენის და აუცილებლად ოპერაციული მკურნალობა არის ჩასატარებელი. ვისაც არ აქვს ამ ეტაპზე ბოასილი, რა შეიძლება აკეთოს იმისთვის რომ არასოდეს არ კონდეს და რა არ უნდა აკეთოს ადამიანმა რომ არ განვითარდეს. პრევენცია, წონაში დაკლება, სიმძიმეების აწევა ცუდად მოქმედებს. უნდა გამოირიცხოს მაქსიმალურად გამაღიზიანებელი, ნაწლავის გამაღიზიანებელი, ასე ცხარე საკვების მიღება, ხშირი მიღება. შიდა თეთრეულის შერჩევასა აქვს რამე მნიშვნელობა? რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა, თეთრეული უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ბავშვის და ნატურალური ქსოვილის გარეშე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როდესაც ცხელა, როდესაც ოფლი გამოიყოფა ოფში მარილის ის არის აღიზიანებს ნაწლავის კედელს. ამიტომ ეს და რა თქმა უნდა, კვება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ როდესაც გაზები გროვდება ნაწლავში, სად უნდა გამოვიდეს ეს გაზები? ყველაზე მეტი ტალღის დარტყმის ზალა მოდის გამოსასვლელში, სადაც ბოასილის. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის კვებითი ჰიგიენა, ეს არის პირადი ჰიგიენა და დროულად ექიმთან მიმართვა იმისთვის, რომ ამ დაავადებისგან გადავჭირდეთ. მოდი ახლა ბოასილის რთულ ფორმებზეც ვისაუბროთ. პრინციპში კი არ ვილაპარაკოთ, შეგვიძლია ვაჩვენოთ, თუ შეიძლება გადავინასოთ ბატონ დავით წამომყევით. პატარა კლინიკა გვაქვს მოწყობილი ჩვენი სტუდიის მეორე მხარეს. ბატონ დავით, აი ეს არის ჩვენი პაციენტი და რა ეშველება ახლა ამ ყველაფერს თუ შეიძლება გითხარით. სახელი და გვარით ვერ გეტყვით რომელი პაციენტია, მაგრამ ვერ ცნობთ ესე? არა, ესე დღესდღეობით საკმაოდ არის საშუალება იმისა, რომ გაკეთდეს ესეთი მცირე ინვაზიური ოპერაციები. ერთ-ერთი მათგანი არის აი ლატექსის რგოლებით ბოასილის შიგნითა კვანძების ლიგირება. აი თქვენ ინსტრუმენტებით ხართ მოსული, თუ შეიძლება გვაჩვენეთ რა შემდგომარეობს ეს მეთოდი და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ოპერაცია. ოპერაცია манипуляცია ქვია ამას დაწოლა არ ჭირდება, ამას ანესთეზია არ ჭირდება, ერთადერთი პრემედიკაცია კეთდება ოპერაციის წინ. აი წარმოიდგინეთ, რომ ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი ზომის ის არის მულიაჟი, შედიხარ, აი რო წარმოიდგინო, მაგრდება, ირთვება ვაკუუმი და მოგაქვს აი ეს კვანძი მოგაქვს გარეთ და მე უყურეთ აი განახებთ ახლა როგორც ესა რევოლვერი აი გაისროლა ახლა ორი ცალი ლატექსის რგოლი და დაედო ძირზე აი აქ რა ხდება ამ შემთხვევაში რა ხდება ამ შემთხვევაში და სისხლზარღვოვანი ფეხის გადაკვანძვა ხდება რომელიც სისხლით ამარაგებს ბოასილის ანუ მარტივად რო ვთქვათ, ამ ბოასილის კვანძზე შემოუჭერთ რეზის. შემოუჭერთ, ამას აქ სისხლის მიმოქცევა ჩერდება, ეს კვდება, ხმება და ერთი კვირიდან ორ კვირამდე ზრება თავის ლატექსის გოლებიანად. აი, თუ უფრო შორსწასული ფორმა არის. ამ შემთხვევაში უკვე ოპერაციული ჩარევა არის საჭირო. რა თქმა უნდა, იქ აუცილებლად კეთდება რადიკალური ოპერაცია. მოკვეთა. როგორ ხდება, შეიძლება ვაჩვენოთ, მე თქვენი ასისტენტი ვიქნები. კი ბატონო. აი აქ არის სიზარღვოვანი ფეხი. მასზე უნდა დაედოს მომჭერი. მასზე უნდა დაედოს აი ესე მომჭერი და უნდა გაიკეროს. ჩავთვალოთ, რომ ახლა უკვე გავკერეთ ჩვენი სიზარღვოვანი ფეხი. დავოდეთ მომჭერი, გადავკვანძეთ სიზარღვოვანი ფეხი. შეგვიძლიათ მოვჭრათ არა? მოვჭრათ აი ესე მაკრატლით, წარმოიდგინეთ. აი ესე, აი ჭრით მაკრატლით. სისხლით წამოვიდა. სისხლით წამოვიდა და აი ესე იხსნება. აი ესე იხსნება და უყურეთ, ეს იჭრება მთლიანად და ამოჭრილზე, ჭრილობაზე, ლორწოვანზე ედება ისინი ნაკერები და ეს მთლიანად ცილდება და რჩება ასეთი თხელი ზოლი ჭრილობის. შეგვიძლიათ ეს კვანძი საბოლოოდ მოვაშოროთ ამ პაციენტს? კი ბატონო.
ცოტა გაგვიჭირდა მისი მოჭრა. ანა არჩევის კარგად. კარგი, ბატონ დავით, შეგიძლიათ ხელი გაისუფთავოთ ამ ოპერაციის შემდეგ. მე მგონი საკმაოდ საჩინო იყო ეს ყოველ ყველაფერი. შემთხვევაში შეძლებს დაგვარად რა შესაძლებლობაც ჩვენ პირობებში ყოველ შემთხვევაში ვაჩვენებთ. მაქსიმალურად ნატურალური იყო და მაქსიმალურად ნატურალისტური ნაჩვენები იმისთვის, რომ ადამიანმა წარმოდგენა, მით უმეტეს არაექიმა შეიქმნას წარმოდგენა, თუ რა არის, რა პროცედურაა ეს და რა შედეგებამდე მივყევართ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო დავით, ლევან, უღრმესი მადლობა. ამ გადაცემაში კიდევ ერთი ძალიან უხერხული თემა დავამარცხეთ და იმედია, რომ ამ გადაცემის შემდგომ, ვისაც ბუასილი აწუხებს, მივა ექიმთან და რაც მალე მიხვალთ, მით უფრო სწრაფად დაახტევთ თავს ამ ტკივილს და უსიამოვნო შეგრძნებას და გადარჩებით ბევრ სხვა უბედურებას. ექიმები ერთი კვირით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.